Სხვიანი დაბრუნდა საინტერესო თემით სვანური მარილის, სვანური ქუდის დამზადების მეთოდი და სვანური ოჯახის ქორამახშვის ინსტიტუტის ტრადიცია არამატერიალური ძეგლის სტატუსის მოლოდინშია. ელენე კავსაძე მოგიყვებოთ ახლა ამ საინტერესო თემის შესახებ. სვანეთში წლების წინ სანადირო წესული 51 მონადირიდან ცოცხალი მხოლოდ ერთი გადარჩა. ამბობენ, რომ სწორედ მან შექმნა ცეკვა ფერხული. უფრო ზუსტად კი ქალთა ფერხული, რომელიც მხოლოდ სვანეთის მკვიდრია და სადაც მელოდია ტექსტის თანხლებით სრულდება. ილეთი ქართულ ცეკვაში გავრცელებულ ფერხულშიც გამოიყენება. ერთი განსხვავებით, მას მამაკაცები ასრულებენ. 3, 6, 9 და 11. 2 წილი ხმელი ქინძი, თითო წილი ხმელი ცერეცო, ცოტაოდენი წითელი წიწაკა, მარილი და გატარებული ნივრი. რეცეპტი უნიკალურია და სვანური მარილის სახელით ცნობილი. სანელებლების ასეთი ნაზავი უკვე რამდენიმე საუკუნეა განსაკუთრებულ არომატს და გემოს, არა მარტო სვანურ კერძებს ანიჭებს. ზემო სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ჩამონათვალში ჭუნირიც მოხდა. ხეზე კვეთის ტრადიცია, სვანური ქუდის დამზადების ტექნოლოგია და ფეტვიანი ხაჭაპურიც. ჩამონათვალი ვრცელია. დარგის განვითარების მიზნით სააგენტომ ზემო სვანეთში პირველადი ინვენტარიზაცია განახორციელა. არამატერიალური მემკვიდრეობა არის ჩვენი ცოცხალი საუნჯე, რისი გადარჩენა და შენარჩუნება ჩვენი ვალი არის. ზემო სვანეთში თბილისიდან ჩასულმა 6 კაციანმა ჯგუფმა ადგილობრივი მატარებლების საშუალებით სულ 174 არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტი გამოავლინა. დამუშავა 80 საველე და 51 სააღრიცხვო ბარათი. მათგან რამდენიმე ათეულ გამორჩეულ ნიმუშს წლის ბოლომდე. ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდის მსგავსად ძეგლის სტატუსი დაიცავს. 51-დან ბარათებიდან თითეული კიდევ ერთხელ ხაზს დასმით ვამბობ, ძალიან მნიშვნელოვანი. ეტაპობრივად მოხდება, რა თქმა უნდა, პრიორიტეტების და მიხედვით. ან რომელი ელემენტი უფრო საჭიროებს გადარჩენას. სვანეთის სვანებისგან სააგენტომ ინფორმაცია მჟავე წყლის და მისი სამკურნალო მნიშვნელობის, ტურიზმის პრობლემის, კანაფის კულტურისა და სხვა მნიშვნელოვანი სავარაუდო ძეგლების შესახებაც მოისმინა. ისე როგორც თავის დროზე დამბალი ხაჭო, ქვევრის ტრადიცია თუ ქართული მრავალხმიანობა, რომელიც ჯერ საკუთარ ქვეყანას, შემდეგ კი მსოფლიოს ტრადიციის დასაცავად წარუდგინა.